საქართველოდან წამოსulis მიზეზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი ჩემთვის. ამერიკაში რო ვერ შემოგეღწია მექსიკის გზით, ეხლა სად იქნებოდი და რას გააკეთებდი? არავინ არაფერს პირში არავის არ ტენის. კარგი პორნოვარსკვლავი იქნებოდი. ეხლა ჩემი ტვინი პირდაპირ იმას მეუბნება, რომ გიპასუხო კი. სანამ მექსიკი წამოხვიდოდი, მექსიკაზე მხოლოდ სერიალებიდან ქონდა გაგონილი. აი ეს მუსიკა. ფანტაზიური ხარ? ვაკეთებ ავეჯის გადაზიდვის სერვისს 25-60-60 ვირტავკაცდი ასე ვთქვა ჩვენ ქვეყანაში. შენზე თუ გაგიგია რომ აი აფრესო. როგორც იქნა ვისწავლებ გრიზელი ცხოვრება, გაურბოდი რეალობას. იქნებ თეთრზე თეთრია ხოლმე და შენ გონია რომ შავია. რა გავიწყდა და გავიწყდა. მოჭოლი ქართველია. და იქ ძალიან მოვასწრე. გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემას უეჭველი ქართველია. მე მისი წამყვანი ალექსი მეგრელიშვილი ვარ. გადასარავი ამინდია ნიუ-იორკში და დავიწყებ უკვე გადაცემის ჩაწერას. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის, რა თქმა უნდა, როგორც ყოველ გადაცემაში, უეჭველი ქართველი დავით ნადავლი ალაფიშვილი. დავით, მოგესალმები, როგორ ხარ? გადასარავი დაწყობა. ჩემთვის მშვენიერი ამინდი მაინც ასოცირდება მზიან ამინდთან, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ამინდი მიყვარს. შენთვის არის დღევანდელი ეს ამინდი მზიანი ამინდი მშვენიერი თუ როგორც ადრე ისე აღარ მოქმედებს ამინდი ჩემზე განწყობაზე, თუმცა მზე რა თქმა უნდა ქმნის მზიან განწყობას შიგნიდანაც უფრო აღურებს კაი ენერგიას. ბარე მითხარი შენში როგორი ამინდია შენს პირად მეში. ძალიან კაი კითხვა მომეწონა, ასეთი კითხვა სიმართლე გითხრა. ნუ მსგავსი ხასიათის კითხვა დაუსვამთ, მაგრამ ასეთი ლამაზი ფორმით არ დაუსვამთ. მე ვიტყოდი რომ ჩემში ყოველთვის მზიანი ამინდია, თუმცა როდესაც იღრუბლება და წვიმას აპირებს, არის ჭიქახუხილებიც, რა თქმა უნდა, მაგრამ ვცდილობ რომ მუდმივად შევინარჩუნო მზიანი ამინდი. გაგვეცანი ორი სიტყვით, ვინ არის დავით ნადავლი ალაფიშვილი. ვერ ვიმახსოვრებ სახელებს, გვარებს ძალიან ისე არ. ნადავლი ფსევდონიმია თუ გვარია? ნადავლი აქ ჩამოყალიბდა, აქ დავირქვი, აქ მივანიჭე ჩემ თავს, ნადავლი ნიშნავს, ნუ მონაპოვარს, ასე ვთქვათ, ხო? და ჩემ გვართან ნუ ასოცირდება, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ალაფიც ნადავლს ნიშნავს. და ვფიქრობ, რომ ეს ფსევდონიმი მინდა ძალიან ხმამაღლა გაჟღერდეს. შენ თავად კარგი ნადავლი ხარ, როგორ ფიქრობ, ვინმე ხელში თუ ჩაგიგდებს? ჩემი შეცდომების გამო ძალიან ბევრ ადამიანს არ მივეცი საშუალება რომ ჩემი პოტენციალი გაეღვიძებინე ჩემში. ვის შეიძლება რომ გამოადგე, ვისთვის ხარ გამოსადეგი? ვინც უკავშირდება კამერას, ვინც უკავშირდება კინემატოგრაფიას, ყველაფერს შეიძლება რომ კამერით გადაიღოს ადამიანმა, ყველას გამოადგები მე. ამას გალაპარაკებს ენთუზიაზმი თუ გამოცდილება? გაქვს რაიმე გამოცდილება ამ კუთხით თუ გინდა რომ ისწავლო ეს სფერო და შემდეგ უკვე იყო ძვირად გაყიდვადი ამ სფეროში? ამას მალაპარაკებს ჩემი სამყარო, რომელიც გონებაში მაქვს შექმნილი, რომელიც დღითი დღე, აი, ყოველ დღე გადმომაქვს მატერიალურ სამყაროში. გულისხმობ შენს ფანტაზიას? გულისხმობ იმ სამყაროს, რომელიც თავში მაქვს შექმნილი კონკრეტულად, ჩემი წარმოსახვევებით, ჩემი ვიზნებით, ძალიან მჯერა ჩემი თავი, ძალიან დარწმუნებული ვარ, confidence მაქვს on another level. მაგრამ ეს ჩემ თავში დარწმუნებულობა არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ აი თვითდარწმუნებული იდიოტები რო არიან რა, რომელიც ყოველდღიურობა. აი მან ზღვარი სად გადის, როგორ ფიქრობ? ჩემი ზღვარი მან გადის სწორედ იქ, სადაც მე ვიცი ჩემი შესაძლებლობები რა, არასდროს არ დავიბრალებ, თუმცა ყოფილა ცხოვრებაში ეგეთი მომენტები, მე რამე დამიბრალებია, მაგრამ ეგეთი რაღაც აღარ ხდება. მოიცადე, გულისხმობ იმას, რომ წარმოგიჩენია შენი თავი ისე, რაც არ ყოფილა? ოცნებების დონეზე იყო რა, ეგ რო აი რაღაცა იმიტაციას ვაკეთებდი, რომ დიდარი ტიპი ვარ, იმიტაციას ვაკეთებდი, უცხო ხალხთან რა. აი რომელსაც შეიძლება აღარასოდეს აღარ შეხვდე ცხოვრებაში, მიქნია ეგეთი რაღაცები, რა თქმა უნდა და რაღაცა მანიფესტაცია ხო არ იყო, ხო არ გაგიმართლა რა, მე ის წყვილი ხო არ გაგიმართლა, რასაც იტყვებოდი და ეხლა შეიძლება რეალობად აქციე. ჯერჯერობით არა, მაგრამ ვიტყოდი რომ დადგება ეგ აუცილებლად მარკეტკენ მივდივარ. სწორედ მაგას მივყვები რა, რომ მქონდეს ის, რაც არასდროს არ მქონია, ვაპირებ ისეთი რაღაცების გაკეთებას, რაც არასდროს არ მიქნია. ჩამოვედი საქართველოდან 4 წლის წინ, მხოლოდ ერთადერთი მიზნით, რომ მეპოვა საკუთარი თავი, რითაც დაკავებული ავღოთ მსოფლიოს ნახევარზე მეტი. ჩამოვედი საზღვრის გავლით, მექსიკის საზღვრის გამოვლით. ეს ჩემი YouTube-ზე და ინტერნეტში, Telegram-ზე მოვძებნი სხვადასხვა გზები. სანამ მექსიკი წამოხვიდოდი, მექსიკაზე მხოლოდ სერიალებიდან ქონდა გაგონილი. ხო, აი ძალიან სერიალებიდან მქონდა გაგონილი, მექსიკაზე ასოცირდებოდა მხოლოდ ეს რაღაც ძალიან დიდი ლამაზი ქუდები. აი ეს მუსიკა. ეს რა საქმიანობ ნიუ-იორკში?
დღეს ნიუ-იორკში ვაკეთებ ავეჯის გადაზიდვის სერვისს 25-60-60 პლუს 1 25-60-60 ხო იცი რეკლამების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იაფიანი რეკლამა არის რომელმაც ყველაზე მაგრად იმუშავა იმიტომ რომ ყველა მისის ავეჯის გადაზიდვის სერვისი აი ხმა ძალიან იმოქმედა უწევ პირდაპირ სერვისს ავეჯის შეფუთვას მანქანაში დავაგებას ამის დელივერის მისამართზე მიტანას ყველასთვის ასოცირდება ეს საქმე ვისაც ვესაუბრებ თუნდაც ამერიკაში ძალიან მძიმე სამუშაოსთან თუმცა ვფიქრობ მე იმდენად რაღაცა არ ვიცი მოწოდება აღმოჩნდა თუ ჩემი გამოდგა ძალიან მიადვილდება ამის როგორც ფიტნეს ისე უყურებ თუ რატო აი ზუსტად როგორც ფიტნეს ისე აღვიქვავ წელს აგდებ ხოლმე ხო აი უყურები ხოლმე მოყევი შენი გზა საქართველოსდან ამერიკის შეერთებულ შტატამდე გულისხმობ მექსიკის გზას რომელიც გამოვლილი აქვს არაერთ ქართველს ეს ისტორია ყველაფერს მოიცავს პირველ რიგში მოიცავს მიზანს რაც ყველაზე მთავარია საქართველოსდან წამოსვლის მიზეზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი ჩემთვის ბოლო პერიოდში განცდა მქონდა რომ აი ქვეყანა კი არა სივრცე მიჭერდა უკვე რა, ჩემ თავს ვეღარსად ვეღარ პაულობდი, სამეგობროში, ოჯახში, ანუ ძალიან ისეთი განცდებში და ფიქრებში ვიყავი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა ქვეყნის დატოვება, ადგილის შეცვლა, რომ დარჩენილიყავი მარტო ჩემ თავთან და უბრალოდ დამეწყო საკუთარ თავზე მუშაობა. ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ხოლმე, ვინც ჩამოდის, რომ აი მინდოდა ჩემი თავი მეპოვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოში რა გბოჭავს ამაში? საქართველოში პირველ რიგში არსებული მენტალიტეტი, რომელიც დროდადრო იცვლება, ჩემი აზრით, და იცვლება ბევრად უფრო დადებითისკენ, უფრო სასიამოვნოსკენ ვიტყოდი. ჩვენი მენტალიტეტი ძალიან დასაფასებელია ჩემთვის, მინარჩუნებ პირდაპირ თქვა, ქართულს მიყვარს ყველაფერი აბსოლუტურად, რაც ქართულთან ასოცირდება, მაგრამ არსებობს ყოველთვის მაგრამ ჩემთვისაც უთუნდა სამ თემას სამემართებაში საქართველოში ბოჭავს აგრესია. საქართველოში ბოჭავს ეს ავტორიტარული რაღაც დამოკიდებულება, რომ აი ესია და მორჩა. და პირობითად მე ვიტყოდი ჩემ თაობაზე განსაკუთრებით, რომ არ გვეძლეოდა ახსნა განმარტებები, რომ აი ოკეი, ასეა, გეთანხმები, ასეა, რატო? ან დავაკეთებ, აი თვითონაც მშობლებზე მაქვს უფრო ხაზგასმა, რომ ანუ რატო ასე ვთქვათ, დავაკეთებ, რატო ახსნა განმარტებები დარიგება რო ახსნა რომ ანუ რატომ არის ასე გასაკეთებელი. ეს მიზანი რო დაისახე რომ ამერიკაში მოდიოდი, რამდენ ხანში აისრულებ? გულისხმობ აი ამ გზას, საქართველო, მექსიკა, ამერიკა, რამდენი ხანი იყავი გზაში და ზოგი ჩამოდის მარტივად, ზოგი ძალიან დიდი ხანი არის გზაში, შენ შემთხვევაში როგორ იყო? გზაში ვიყავი ზუსტად 2 კვირა, 2 კვირაზე 2 დღის ნაკლები. და გამოვიარე რამდენიმე ქვეყანა ეს არის პოლონეთი, სადაც რამდენიმე დღე გავჩერდი, შემდეგ ტრანზიტით გერმანიაში, შემდეგ ბრიუსელში, ბრიუსელიდან უკვე საკურორტო ქალაქში, კანკუნში, მექსიკაში და იქიდან კიდე ერთი გადაფრენა იყო. ცხოვრებაში არ მიფრენია, მარტო ბავშვობაში, ძალიან პატარა იყო, არც მახსოვს. ეს იყო პირველი ფრენა ესე. ეს იყო პირველი ფრენა, ხო და ვიფრინე 7 ჯერ 12 დღეში და აი ახვედი და აღარ ჩამოხედი ციდან ფაქტობრივად. ხმელეთს გადავიჩვიდე. ამერიკაში რო ვერ შემოგეღწია მექსიკის გზით, ეხლა სად იქნებოდი და რას გააკეთებდი? ეგ საინტერესო. აი ჭოგრიტით გადახედე ეხლა შენ თავს, რომელიც ვერ შემოვიდა ამერიკაში. სავარაუდოდ ვიქნებოდი მაინც სხვა ქვეყანაში, რადგან ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, დღევანდელ გარემო პირობებს არ დავეთანხმებოდი და ქვეყანას დავტოვებდი საკუთარი თავის, საკუთარი განვითარებისთვის. და ალბათ ვიქნებოდი რომელიმე ევროპის ქვეყანაში, საქართველოში არასდროს ჩემს სიცოცხლეში 27 წელს ვიყავი რომ წამოვედი. ნატურაც კი არ მომიშვია ჩემი ხელით, არ დამჭირვებია ფიზიკურად ყოველთვის მამა მყავდა გვერდზე, ყოველთვის მეგობრები მსგავსი საქმიანობით დაკავებული, აი რაც შეიძლება რომ ადამიანმა ვერ განვითარდი, ანუ ინდივიდუალიზმს ვერ მივახცი, ვერ დავკაცდი ასე ვთქვათ ჩვენ ქვეყანაში, ისევ იმ პირობებიდან გამომდინარე რომ აი არ ვაძლევდი ჩემ თავს იმის საშუალებაზე, ზუსტად რთული გზა ამერჩია. ასე შორს რა, იმიტომ რომ ზუსტად ის ხიდი გადავწვი, რომელსაც გადმოვედი და მინდა რომ ეს ხიდი თავად ავაშენო. ხიდი გადაწვი, მაგრამ ის ტოტი თუ მოგიჭრია, რომელზეც ჯდარ ხარ. ეხლა ჩემი ტვინი პირდაპირ იმას მეუბნება, რომ გიპასუხო კი, მოგცეულ ვარ უპასუხისგებლოდ, მოგცეულ ვარ არასასარგებლოდ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და კი მივიტყოდი რომ მომიჭრია ის ტოტი, რაზეც მჯდარ ვარ, სამსახურში რეპუტაცია საკუთარი თავისთვის გამიფუჭებია. ზოგადად ხიზამდგომარეობაში ხარ თუ იღებ ხოლმე რამეს?
ეგ კითხვა ძალიან მომწონს. პირველად აქ გავიცანი კლუბ ნარკოტიკს, რომელმაც პირველ ვიტყვი ერთ-ერთი საუკეთესო სამსახური დამაკარგინა, რაც აქ მქონია. დამაკარგინა მე დავკარგე პირადად. და არა, ფხიზლად ცხოვრობ, როგორც იქნა ვისწავლებ ფხიზელი ცხოვრება, გაურბოდი რეალობას, რაც შევიქმნი აქ. და დღეს უკვე ბევრად მომწონს ჩემი თავი, ბევრად უფრო ფხიზელი, ბევრად უფრო ენერგიული ვარ. შენი თავისთვის დაწესებული წესები რა გაქვს? რასაც არ გადადიხარ არასდროს. პრინციპები სიმართლე უპრინციპო ადამიანი ვიყავი ძალიან. აქ დაუწესე მე ჩემ თავს წესები, რადგან მივხვდი რომ მაგის გარეშე ცხოვრება პირდაპირ შეუძლებელია ჩემნაირი ამბიციების ადამიანისთვის. პირველი წესი რაც მაქვს, რაც აუცილებელია და პირობოთ ვასრულებ, ეს არის ადამიანები მივიღო ისეთები როგორებიც არიან. და არ ვცადო, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი, გავხადო ისეთი, თუნდაც ერთხელ შეხვედრილი ადამიანებსაც პირველად შევხვდი, გავხადო ისეთი, როგორც ეს წარმომიდგენია ჩემს გონებაში. შენზე თუ გაგიგია რომ აი აფრესო. და მე პასუხი რა არის ხოლმე, რატო თქვაო ეს, რატო თქვეს ესეო, რას პასუხობ ხოლმე? თავიდან ძალიან ტყიოდა. ძალიან ისე ცუდად გრძნობდი თავს რა, მარტოსულობები მოდიოდა, სხვადასხვა შეგრძნებები და იქ ვსავიგებდი ხოლმე რომ ოშოთი დავინტერესდი, სხვადასხვა სულიერი სამყაროთი დავინტერესდი, რელიგიით ძალიან დავინტერესდი. მან მოდიოდა რა, ანუ ხალხთან შევწყვიტე საერთოდ კომუნიკაცია, ოჯახის წევრებსაც ძალიან იშვიათად ველაპარაკებოდი. გაუცხოდი ადამიანებისგან რაღაც მომენტში ძალიან გაუცხოდი და დღეს ხვდები რომ ანუ ყველაფერი რაც აქ გადავწყვიტე, გარდა იმ რაღაც გულოვებისა რომელიც ცოტა მე ვიტყოდი რომ ზედმეტი მომივიდა, ისევ საკუთარი თავისთვის რომ არავის ზიანი არ მიყენები ამითი. ვიტყოდი რომ ხო, აი ყველაფერი მაყოფილი ვარ აბსოლუტურად ამ გაუცხოებითა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენით დიდი ხნით. და რა შედეგი გამოიღო ამ, რა სიკეთე გამოიღო შენი თავისთვის? უფრო დიდი დრო დაუთმი ჩემ თავს, რა თქმა უნდა, შესაბამისად გამოვიდა ჩემი ნამდვილი ბუნება კონტაქტზე. ვიტყვი რომ ცნობიერ შევახვედრე და დავამეგობრე ერთმანეთს და დღეს ძალიან შეთანხმებულად მუშაობთ ერთად. მივიღე ის აზრი, რომ ცხოვრება არის სულ ერთი წამი. ძალიან ბევრი სტატისტიკა არსებობს დღესდღეობით სოფლიოში, რომ უამრავი ადამიანი კვდება უამრავი მიზეზით. ერთ დღეს ხვალ შეიძლება მეც გავხდე რომელიმე სტატისტიკის ნაწილი და ცხოვრება უბრალოდ აი ესე დასრულდეს. კი, ზეგანაც ვამბობდით, აი შუშა არ მივეყოდეს სკოლა შეიძლება გადავიჩეხოთ და ერთ წამში. კი ბატონო და რაღაცა არ მინდა რომ აი ერთი წამიც იკარგებოდეს ისე რომ არ ვიყო რაღაც თვითმყოფილი. და ისი მოსწრება გინდა მთავარი ამ ცხოვრებაში. რაც შეიძლება მეტი სიყვარულის გაშორება. შენს ფსიქიკაზე თავად იმუშავე თუ სპეციალისტი ჩართე? სპეციალისტი ჩავთე, თავად მხოლოდ არ მიმუშავია, თერაპევტს შევეხმიანე და დავიწყე მუშაობა 2 წელიწადნახევრის თავზე. შევწყვიტეთ მუშაობა ძალიან დიდი ასე ვთქვათ შედეგით. რა სახის ფსიქიკური პრობლემები გქონდა? ეს კითხვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდად ველოდებოდი ამ კითხვას დღევანდელ ჩვენ შეხვედრაში. ფსიქიკური პრობლემები არანაირი არ გამაჩნდა საერთოდ. მიზეზი თერაპევტთან მუშაობის დაწყების მხოლოდ ერთადერთი გაგება, რომ ჩემ ხელებით, ჩემზე პატარებს და ჩემზე ცოტა უფროსებით არსებობენ დიდრებით, წარმატებულებით, ბედნიერებით. ესე იგი შესაძლებელია რომ მეც ვიყო მასე, ხო? და მივხვდი მე რომ შინაგანი განწყობაა ყველაზე მთავარი. გარემოსა და ფიზიკურ, მატერიალურ რაღაცებს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს და ყველაფერი არის დამოკიდებული შინაგან უფრო ვიტყოდი ემოციური ინტელექტზე რა. ყველაზე მეტად რაც მინდა ხაზი გავუსვა, ეს არის თავიდან ძალიან ნანოვდი ჩამოსვლას, იმიტომ რომ შვილი მყავს 6 წელი საქართველოში და ფიქრობდი რომ როგორ გავუკეთე ეს შვილს, როგორ რაღაცა უმამოდ იზრდება რაღაცა, მაგრამ დღეს ძალიან კმაყოფილი ვარ ამ გადაწყვეტილებით, რადგან ის დავითი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა, ძალიან ცუდ ენერგიებით აღავსებდა ამ ბავშვს, აგრესიიდან გამომდინარე, სულ შვილისა და ოჯახის წევრების მიმართ ყოფილიყავი აგრესიული ადაპირონება ვიყავი რა და ამით დაინერგებოდა ჩემ შვილში ძალიან ბევრი ცუდი, არასესიამოვნო ენერგია და ასე ვთქვათ ამისგან ავარიდე რა და როგორც წეგან აღნიშნე, სრულიად მზად ვარ ნებისმიერ წამს ცხოვრება როგორც არ უნდა დამიტრიალდეს და ხვალ რო ამოყო საქართველოში თავი ჩემი შვილის გვერდზე, სრულიად მზად ვარ რომ უკვე კარგი მამობა გაუწიო. ამ შემთხვევაში შენ მიიღე გადაწყვეტილება, რომ ცუდ მამას ჯობდა, რომ ეს ცუდი მამა წასულიყო შორს, ემუშავა საკუთარ თავზე, რაღაცა ტრანსფორმაციაზე, მეტამორფოზა განეცადა და უკვე ყოფილიყო მზად კარგი მამობისთვის. სრულიად ეგრე. სიმდიდრე თუ სახელი? სახელი. ქონია განცდა რომ ბედნიერება აგვიარებს შენს ცხოვრებაში? კი, რა თქმა უნდა. ბედნიერება ვიტყოდი, რომ აი ბედნიერების მადევარი ვყოფილ ვარ. ძალიან გაბრაზებული ვიყავი დიდი ხნის მანძილზე ღმერთზე რა. მქონდა ეს განცდა, რომ ანუ ღმერთი რაღაცას, ანუ კი არ მასწავლეს პირიქით მის ჯის ამ საქციელებისთვის და ეს რაღაცა
ჩემი აგრესია ძალიან ხშირი იყო მის მიმართ, რომ ანუ რატომ ჟი, რატო დამსაჯი ასე, ხო ხედავ რომ ყველაფერს ვცდილობ, რაღაცა ხოხდები შენ უნდა გიყვარდე, შენ უნდა პატიოდე, შენ კიდე ეს რაღაცებს მიკეთებ და ეს რაღაცა დიალოგების გახსენება შემიძლია მაგასთან დაკავშირებით, რომ მქონდა რა ეს, რომ ბედნიერება აგვიანებს. რა სახე აქვს ბედნიერებას? ჩემთვის ბედნიერება არის ის მუდმივი ჰარმონია, როდესაც კმაყოფილი ხარ შენი ყველა ამოსუნთქვით რა, როდესაც უკანმოხედვის არ გეშინია და ყოველდღიური შენი ცხოვრება სიკვდილის არ შიში. უკანმოხედვის გეშინია შენ? არა რა თქმა უნდა, აღარ. ადრე მეშინია. აბა მაშინ ბედნიერება კარს მოგდგომია და ეგ არის. კი, ნამდვილად მე შემიძლია თქვა, რომ ბედნიერი ადამიანი ვარ. შენი ქარიზმა რა არის? ჩემი ქარიზმა არის ყველაფრის მიუხედავად დაღიმება ადამიანებისთვის იმის თქმა, რომ it's okay. და ჩემი ქარიზმა არის ის, რომ ვცდილობ, აი ყველა მთელი გულით ვცდილობ, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად არ უნდა იყოს, ვაგრძნობინო ის, რომ აი ცხოვრება მშვენიერია რა. უცხო პლანეტელების გჯერა? კი, სამყარო იმდენად დიდია, აბსოლუტურად შესაძლებელია რა. ღმერთის რა ფორმით გჯერა? მგონია რომ ამ დიდ სამყაროს ულამაზეს სამყაროს, სადაც საოცარი წესრიგია, ამას აუცილებლად ყავს შემქმნელი პიროვნება? არა. თუ ენერგია? მის ღმერთს არ აქვს ჩემი აზრით რაღაც მატერიალური სახე, რომელიც ჩვენი თვალით აღსაქმელია, მით უმეტეს პიროვნების სახე მას ნამდვილად არ აქვს. თუმცა ვიტყოდი რომ ეს ენერგია, რომელიც ადამიანს არტოვებს რა. მაგრამ აი როცა ლოცულობ და ებედრები რამეს ღმერთს, აი ღმერთო გთხოვ. ამ შემთხვევაში შენს წარმოსახვაში პიროვნება ჩნდება, აი ენერგიას ხო ვერ თხოვ, არა რომ ენერგია დამეხმარე რაღაც. აი მაინც როგორი ხატია. მას აღვიქო როგორც სინათლეს ჩაბნეულ წერტილში. ძალიან ხშირად ახსენე ინტერვიუის დროს შიშები. რა იყო შენი მთავარი შიში? აი ესეთი. ჩემი მთავარი შიში იყო რამდენიმე, ეს იყო სიკვდილის შიში, ეს იყო სიღარიბის შიში. ასევე კარგად ყოფნის შიშიც არსებობს, რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, არსებობს ეს შიში. როდესაც აი ადამიანი კარგად იქცევა, კაი ბიჭია თუ კაი გოგოა და მიუჩვეველია კარგად ყოფნა, შემდეგ შემოდის ეს შიში ზუსტად. შემდეგ შემოდის ეს შიში, რომ ანუ მე რაღაცა ძალიან დიდი ხანია კარგად ხარ, ხო ხტე როგორ გავიცდება და გავიწყე. რაღაცა ეგეთი. ცხოვრებამ რა მთავარი ტრამვა მოგაყენა? როდესაც გავიცანი ჩემი შვილის დედა, ჩვენ შორის ასაკი არის ძალიან დიდი, 15 წელს უფროსია ჩემზე და იყო ყველას მხრიდან აბსოლუტურად წინააღმდეგობა, რომ არა საკეთებ, ასე შემდეგ და იქაც რაღაცა ჩამერთო ეს ბავშვობიდან ესე ძალიან მოამბოხე ვიყავი და იქაც ჩამერთო წინააღმდეგობები, რომ რას ქვია ეს, ურთიერთობას აუცილებლად ვინარჩუნებ ის და ყველაზე მეტად მაგას ვიტყვი, რომ ანუ ეს იყო ყველაზე დიდი ტრავმა, რომ აი ყველას მხრიდან წინააღმდეგობა რა, რაღაცა თავი ომში მეგონა და ჩვენი იდეაში ჩვენი ურთიერთობა ამით უფრო შენარჩუნდა რა. დღეს ჩვენ ერთად აღარ ვართ, თუმცა გვაქვს მასთანაც ყოველდღიური ურთიერთობა, მოვიკითხავ აქ მეგობრობთ, მასზე ახლო მეგობარი არ მყავს. პირდაპირ ვიტყვი, მით უმეტეს მდედრობითი სქესის. მარიამი არის ერთადერთი ის ადამიანი, ვინც ყველაზე მაგრად მიცნობს. ის ერთადერთი შენი ყველა ბინძური შრეებით, კი, თავის სინათლით, თავის ბინძურით, თავის სიმწარით, თავის დიდი ძალით, თავის პოტენციალით, ყველაფერი იცის მარიამა. ძალიან დიდ პატივს ვცემ და ყოველთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იქნება. მოძალადე თუ ყოფილხარ როდისმე? თუ კი რამე შეიძლება ნაგავი მოგიფიქრდეს ახლა თავში, ყველაფერი ვიყავ. ხდალი რაში ხარ? აი როდესაც ჩემი შვილი მეუბნება ხოლმე, რომ რაღაცა როდის ჩამოხვალ, მაგითხებს, აი მან დوار ხდალი ძალიან. თუ დაუშანტაჟები ხარ ვინმეს რამეზე? ჯეჯერობით არა. არ ჩაგიდენია თუ არიცია რომ ჩაგიდენია? არიცია. რა ფაქტი მოვლენა მიგაჩნია ნორმად ამერიკაში აი ახლა ამჟამად რაც ადრე წარმოუდგენლად და არანორმალურად მიგაჩნდა. მაგალითად ის რომ ქალები ზუსტად ისე მუშაობენ და იმაზე უფრო მძიმედ, იმაზე უფრო დიდხანს, იმაზე უფრო რაღაც დიდ საქმეს უკლავდებიან, რასაც მამაკაცები და ასევე მეორესაც დავასახელებდი, ნორმად მიმაჩნია ის რომ აი ძალიან თავისუფალი განცდა თავისუფლების განცდა რა, რაც ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით კიდევ ძალიან შეზღუდულია. მით უმეტეს ახლა. ეს უნდა ახსნა ახლა. ამაში გულისხმობ კონკრეტულად იმას, რომ როცა არ მოგწონს პირობითად წესი, რომელიც ქვეყანას აქვს მიღებული კონკრეტულად და ამაზე თამამად გამოთქვა არის. დღესდღეობით კი ვხედავთ რაც ხდება ყველა საქართველოში და აქედანვე ძალიან გთხოვ ეს რომ გაუშვათ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს. როგორი მეგობრები გყავს აი რა წრეში ტრიალებ ნიუ-იორკში? სამწუხაროდ მეგობრები ძალიან ცოტა მყავს ამერიკაში, ჯერჯერობით, რადგან უმრავლესობა მე ჯერჯერობით ვისთანაც მაქვს შეხება, არიან ცოტა ისეთი რა, ანუ
ძალიან პოზიტიური ხალხი, მიბრძოლი ხალხი და ვცდილობ რომ ყოველთვის გქონდეს ესეთ ადამიანებთან შეხება, ვინმე ჩემზე უკეთესები არიან. ფანტაზიური ხარ? კი. კი, ვარ. ცხოვრობ ნიუ-იორკში. ალბათ საქართველოსდან ძალიან ბევრი გეუბნება და გეკითხება მეგობრები, ძმაკაცები განსაკუთრებით სექსზე. შეიძლება გეკითხებია, რომ არიან რაღაც კაი მულატი გოგოები და თეთრები და ასე შემდეგ. კარგი პორნოვარსკვლავი იქნებოდი? კი, უწყოდი. მაგაზეც ქონია ფიქრები, შოთაშორის პირველი პორნოვარსკვლავი ხوار გავხდა ქართველი. მე რა გიშლის კარგად. რემიტეტილი კარანტანი და რაღაცა ეს ისეთი ინტიმური საკითხები, რომელიც მინდა რომ სოფლიოს არ ვანახო, მაგის გარშეც ვიშოვი ფულს, მაგის გარშეც გავხდები ცნობადი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრი რა. და აქენა გამომდინარე, იმდენად მევასება ეს რაღაცა ცუდი ბიჭობა და ხო ხდება რაღაცები, რომ კი, მივიღებდი მონაწილეობა შეიძლება, თუმცა დღეს და ახლა არა. თუმცა არ გამოვიწყო, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ისეთი რაღაცების გაკეთებას ვაპირებ, რომ მქონდეს ისეთი რაღაცები, რაც არასდროს არ მქონდა. ხო, მოდი ბოლო შანსად მოიტოვე ეგ თუ გვიანი არ იქნება უკან. მარტივად რაზე ვარდები და თუ ყვირი ხოლმე. აღარ ხდება ეგ, მაგრამ ვიტყოდი ეს მაგრამ მევასებას. ყოველთვის არსებობს სადღაც რაღაც მაგრამი და ეს მაგრამი ხშირად დაფუჭებს ხოლმე ბევრ რაღაცას. კი, ყველაზე მეტად დღესდღეობით მაგდებს წინააღმდეგობა რა. წინააღმდეგობა, ოღონდ როდესაც აი ადამიანი არის თეთრზე, ოღონდ ძვირფასი მაიყოს ეს ადამიანი, რა თქმა უნდა. რომ მე წინააღმდეგობა თეთრზე, ვისიაზეც გაინტერესებს და კარგი გინდა მისთვის და რაღაც და ერქებით გაწევა. იქნებ თეთრზე თეთრია ხოლმე და შენ გონია რომ შავია. უბრალოდ ეგ არის, მეც გების ვთქვათ მაგითო ვარდები. წამსვლელი ხარ თუ აქ რჩები? ყველაფერი მინდა საქართველოსთვის რა, აბსოლუტურად. მომაყოფ რომ ქართველი ვარ, ძალიან მიხარია და ჩემთვის დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი შეგვიძლია რომ უბრალოდ ქართველი ვარ. და ეგ ძალიან მევასება. მადლობა იმისთვის რომ დამთანხმდი ინტერვიუზე, გისურვებთ წარმატებებს და კარგი კეთილი ზრახვების ასრულებას. ეს იყო დავით ნადავლი ალაფიშვილი. იმდენჯერ შემეშალა რომ ეხლა თვითონვე წამეხმარა. გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა დროებით.